რას დავდივით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემის სახელით მოგესალმებით. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რასაც არ ვიზამ, არ დავიწყებ ილია მეორის პატრიარქობის შეფასებას. ვეცდები ყოველ შემთხვევაში. ერთი რომ სალაპარაკო ძალიან ბევრი იქნებოდა და მეორე, აუცილებლად გამოჩნდება უამრავი ადამიანი, ვისაც ეს ჭრილობა ჯერ ძალიან ახალია და არ მინდა უბრალოდ მარილის დაყრა. თუმცა სულ უთქმელობაც არ გამოვა. თავარი საქმელი მომავალი პატრიარქია. მე არ ვიცი ვინ იქნება. ვიღაც მგონია, ვიღაცა არ მგონია. თუმცა შიდა ინტრიგებში იმდან ჩახედული ვერ ვარ, რომ რამე ვამტკიცო. მით უფრო არ ვარ ჩახედული ფსბ-ს კონკრეტულ აქტივობებში, რომელიც რა თქმა უნდა თავისას არასდროს მოიშლის. სამაგეროდ ერთი რამ ვიცი. მსოფლიო მართლმადიდებლობაში წამყვანი სიტყვა ბერძნულია. მსოფლიო ანუ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, ისევე როგორც იერუსალიმის, ალექსანდრიისა და ანტიოქიის ბერძნულია. ქართულ სინოდში კი ბერძნულია ნამგონი სულ ორმა ეპისკოპოსმა იცის. სამაგეროდ რამდენმა იცის რუსული, რამდენს აქვს სასულიერო განათლება რუსეთში მიღებული და რამდენს აქვს დისერტაცია დასული რუსულ სასულიერო აკადემიებში. საბჭოთა კავშირიდან რომ მოვდივართ, არ ხსნის ასე დამოკიდებულებას, უпроსტოდ ჩამოკიდებულობას. ის იმპერია 35 წლის წინ დაინგრა. 36 წლის წინ საქართველოს მიიღო ტომოსი, ანუ სრული აღიარება და ყველანაირი შესაძლებლობა გქონდა, რომ შეგვესრულებინა გორგასლის ანდერძი, წმინდა მეფის, ვახტანგ გორგასლის. ნუ დაუტოვებთ გზასა ბერძენთასა. ეს არ არის მხოლოდ რელიგიური ანდერძი, პოლიტიკური შეგონება უფროა და ზოგადად იმდროინდელი დასავლური სამყაროს ერთგულებას გულისხმობს. ითხოვს. ოღონდ ამ ანდერძის ასრულების ერთი მთავარი მოწინააღმდეგე საქართველოს საპატრიარქო იყო. და ალბათ დარჩება. ღმერთმა ქნას უცდებოდე. რამდენიმე მარტივ საქმეში გამოჩნდება არის თუ არა ცვლილებების შანსი. მაგალითად, სად წავა ახალი პატრიარქი პირველი ვიზიტით. იტყვის თუ არა საჯაროდ პუტინისთვის ვლოცულობ, იმიტომ რომ მას ძალიან უყვარს ქართველები და საქართველო. ან იქნებ საჯაროდ ეს არ თქვას, მაგრამ მაინც ილოცოს. დააბრუნებს თუ არა სინოდის გამართვის წესს წელიწადში ორჯერ მაინც, როგორც ეკლესიის განაწესი ითხოვს. ვინ დაწინაურდება და ვინ ჩამოქვეითდება ქორეპისკოპოსებიდან, ვინ გახდება მთავარეპისკოპოსი და ვინ მიტროპოლიტი. ვის რომელ ეპარქიას არგუნებენ როტაციით, ვის გაუშვებენ პენსიაზე, ვის შეიწყალებენ და ვის დაგმობენ. გაგრძელდება თუ არა საპატრიარქოს ინტეგრაცია სახელმწიფო სტრუქტურებში. ან დაწესდება თუ არა რაიმე მკაფიო ზღვარი, სად მთავრდება ეკლესიის ინტერესები და გავლენის სფერო და სად იწყება სახელმწიფოსი. გაბედავს თუ არა საპატრიარქო ეკლესიის უმთავრესი ფუნქციის შესრულებას. ჩაგრულ ადამიანებზე ზრუნვას. ხმამაღლა იტყვის თუ არა მაგალითად, რომ სააღდგომო ეპისტოლეში იმავეში, რომ არ შეიძლება ქვეყანას 150 პოლიტპატიმარი ჰყავდეს. დაიწყება თუ არა პედოფილიისა და უამრავი სხვა დანაშაულის გამოძიება, რაშიც სასულიერო პირები არიან ბრალდებულები. გაგრძელდება თუ არა ეკლესიისა და მრევლის, როგორც სადამსჯელო რაზმების გამოყენება სხვანაირად მოაზროვნე ადამიანების წინააღმდეგ. გაგრძელდება თუ არა ამბიონებიდან მუქარა და ძალადობისკენ მოწოდება, მათ შორის საეპისკოპოსო კათედრებიდან. დარჩებიან თუ არა ჯაღმაიძე ზვიადაძის მაგვარი სუბიექტები საპატრიარქოს სახელით მოსაუბრე პირებად. მოიხდის თუ არა ვინმე ბოდიშს ლექსო ლაშქარავას ჯგუფურად მკვლელობის ორგანიზებისთვის. მოხდება თუ არა ცვლილება შიდა დაჯგუფებების გადანაწილებასა და გავლენებში. დაუბრუნდება თუ არა მიტაცებული ტაძრები სომხურ და კათოლიკურ ეკლესიებს, თითო მაინც ქრისტიანული სიყვარულის სიმბოლოდ. გადაჭდება თუ არა ახალი პატრიარქი მაიბახიდან რაიმე უფრო მოკრძალებულ მანქანაზე, რომელიც ბერს უფრო შეშვენის წესით. გაგრძელდება თუ არა მარტორქების თავების შეგროვება კედლების დასამშვენებლად. დაუბრუნდება თუ არა საპატრიარქო გრეგორიანულ კალენდარს, ანუ ახალ სტილს, რომელზე გადასვლაც თავის დროზე საეკლესიო კრებამ დაადგინა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, მაგრამ შემდეგ შეაჩერა დროებით. ამ ბოლოს და ბოლოს წაიკითხავს თუ არა სინოდი უკრაინულ ტომოსს. არაა დიდი მეუფეებო. 4 გვერდია 12-იანი შრიფტით. სულ 4 გვერდი. და იმ მე-4 გვერდის ბოლო წერტილამდე რომ მიხვალთ, იქ და მაშინ დამთავრდება საბჭოთა კავშირი. პროჭორილურმა პროპაგანდამ მთელი ეს დღეები საკმაოდ ჭკვიანური კამპანია წამოიწყო. გადაწყვიტა პატრიარქის სიკვდილიდან მაქსიმალური მოგება გამოედნო და ყველანაირად დაემტკიცებინა, რომ მთელი ეს ხალხი მეტროავლაბრიდან სამების ტაძრამდე იყო კოცი. მისი ამორჩევი.
თორემ ოპოზიციის მხარდამჭერებს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალება არ სწყენიათ თურმე, არ სტკენიათ. პირიქით გაუხარდა და შაბაშებს აწყობდნენო. ილია მეორის პანაშვიდები ნამდვილად სოციოლოგიაა. ოღონდ არა იმ შედეგით, რასაც ნადეჟდა და შალავატევე გასაღებენ. სინამდვილეში ეს არის იმ ადამიანების მასა, ბოდიში, არ მინდა ვაწყეინო ამ ხალხს, იმ ადამიანების დიდი რაოდენობა, ვისთვისაც ახლა ისტორიის ფურცელი დაიხურა. ვინც დაკარგა იმედი. ყველაზე საიმედო ადამიანი, მოდი ასე ვთქვათ. უბრალოდ გავიხსენოთ, რომ ილია მეორეს ნებისმიერი გამოკითხვით ნდობის იმაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა, ვიდრე თვით ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას. პოლიტიკოსებს აღარ ვლაპარაკობ. ყველაზე მაღალი. ნახევარი საუკუნის განმავლობაში. ნახევარი. სრულიად ბუნებრივად შეიქმნა ლეგენდა, რომელიც ადამიანებმა შეიყვარეს. ომები იყო და რევოლუციები, ეპოქები და სოციალური წყობები ერთმანეთს ცვლიდა, იმპერიები ინგრეოდა და შენდებოდა, ხელისუფლები ბრუნავდა კამათელივით. ის კი იყო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ამით განასახიერებდა სტაბილურობას, რომელიც ადამიანების დიდ ნაწილს ბუნებრივად იზიდავს და ამაში არაფერი საძრახისი არ არის. ყველაფერთან ერთად ჰქონდა მრავალი ნიჭი, რაც არათუ პოლიტიკოსებისგან, მისი ხელქვეითებისგანაც კი აშკარად განასხვავებდა. პირველ რიგში ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭი და ამას აღნიშნავს ყველა, ვინც თუნდაც ერთხელ შეხვედრია. ახლა ამ ყველაფრის ადგილი გამოთავისუფლდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ხოცები გაექანნენ სიცარიელის შესავსებად. იმიტომ იდგა იქ ბორის ივანაშვილი, რომელსაც აღმატებულებას უწოდებდნენ ცერემონიისას. მაგასაც მადლობა, რომ მაღალყოვლად უსამხდელოესობა ან უნეტარესობა არ ეძახეს. ამიტომ იდგა ალბათ მისი უმდიდრესობა თავის მემკვიდრესთან ერთად, შამანების დარიგებული. მისი შეხედულებით ალბათ ეს უნდა იყოს სტაბილურობის ახალი სურათი. აი, ჯერ მე ვარ, ჩემ შემდეგ კი იქნება ბერა. ალბათ ასე დაგეგმეს. რეიტინგის ამბავიც საჩვენოდ უნდა გადაწყდესო. კი, ილია მეორის რეიტინგს ვერ წვდებოდი და ვერც ვერაზროს მივწვდები, მაგრამ მისი ჩამოცილების შემდეგ ბურთის ჩემია მოედანიცა და საპატრიარქოც. ესაა ლოგიკა, რომელიც მთელი ეს დღეები ატრიალებდა და კვებავდა ქოცურ პროპაგანდას. და ეს არის ამ პროპაგანდის საბოლოო ამოცანა. ამაში ჩვენი დარწმუნება. რომ როცა აღარ ყავს ილია მეორე, სტაბილურობის გარანტად ბორის პირველი მოგვევლინება. და მომავალი პატრიარქი, აი მაგაზე კი დიდად აღარ ნერვიულობს ბატონი ბორია. ყველაზე აქვს კომპრომატი, ყველაზე. ხომ ვიცით, აი ხომ ნახე და წავიკითხეთ. ოღონდ ეგ 5 წლის წინ იყო. მას მერე კიდე აგროვა და აწყო ჭირში. და გამოადგება. არ დაუჯეროთ იმას, ვინც გეუბნებათ, რომ ჯერ ყველაფერი არ არის გადაწყვეტილი. ღმერთმა ქნას ვწდებოდე, მაგრამ მე არ მჯერა. ბორიაროს უკვე აქვს გადაწყვეტილი. ისეთი უნდა დანიშნოს, რომელიც ყველაზე უკეთ შეასრულებს დავალებას. მისი, ანუ პუტინის დავალებას. და რა არის ეს დავალება? დავალება ხმების მობილიზაცია. იმიტომ რომ მღვდლებისა საქართველოში სჯერათ იმათ, ვისაც არ სჯერა პოლიტიკოსების, მეცნიერებისა და ექიმების. რომელიმე არჩევნები გაგახსენოთ? ხელოვნურ დღესასწაულების შემოღება გაგახსენოთ, ოღონდ ოცმა რაღაც სხვანაირმა ქუჩაში ვარდისფერი მაისურით არ გაიაროს. კოვიდის უბედურება გაგახსენოთ, რომელიც ქართველებს თურმე არ უნდა დაგმართნოდა, რა კი რჩეულიერი ვართ. ეს და ამგვარი დავალებები კიდევ ბლომად იქნება და მომავალმა პატრიარქმა ისინი უსიტყვოდ უნდა შეასრულოს. თან ისე რომ მაინც და მაინც დიდი მორალური ავტორიტეტიც არ იშოვნოს. მაგას ბორია ვეღარ დაუშვებს. მომავალ პატრიარქს არ უნდა ჰქონდეს მასზე მაღალი რეიტინგი. მასთან ერთად ბორიას გათვლით, ეკლესიის რეიტინგიც უნდა დაეცეს. და ეგეც არ აუშავს. თუ კიდევ უფრო ნაკლები ხალხი იulis წირვაზე არ აუშავს, როგორც ბოლო წლებში ხდება. მაგასაც ნაცებს დააბრალებენ. ეკლესიას რუსულ რეჟიმში არ აქვს საერო ხელისუფლებაზე მაღალი რეიტინგის მოპოვების კურთხევა. არ სჭირდება. რასაც ქვია, კარტინკისთვის, ანუ სატელევიზიო კადრისთვის ხალხს მოყრიან. მშობასა და აღდგომას ერთ ტაძარს როგორმე გაავსებენ თავისი პარტიული აქტივობისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებით. ბოლოს და ბოლოს ასე უფრო მშვიდად ილოცებენ თვითონ. პუტინს კითხეთ, მთელი ეკლესია გატენილი აქვს ხოლმე ეფესოს ოფიცრებით, თავისი დაცვის თანამშრომლებით. იმავე სიზამს ბორია. თავარია რომ როცა ეკლესიის სიტყვა დაშირდება, იმან სწორი ელაპარაკოს და არ მისცეს უფლება და კურთხევა არავის მრევლიდან, რომ რამე სხვა არაპროჭორვილური იფიქროს. და ეს იყო ვაშა გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავბიდი, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლური ვაშინგტონში გადაცემა.